პირველად მე მინდა გამოვეხმაურო შენს წარდგენას, გიორგი, დიდი მადლობა ამ წარდგენისთვის და მეც ნამდვილად მთელი გულით მინდა რომ ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, ბევრი სხვადასხვა ტელევიზია, თუნდაც ისეთი, რომელიც ხელისუფალს არ მოწონს, თუმცა არ ცდილობდეს ხელისუფალი, რომ ხელოვნურად გააქროს ისინი მედია სივრციდან და მე მინდა, რომ ქვეყანაში იყოს ბევრი დამოუკიდებელი ტელევიზია და ყველა ჟურნალისტი იყოს დასაქმებული, განსაკუთრებით ისინი, ვინც წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდნენ საკუთარ საქმეს და მოსახლეობას აწვდიდნენ უბრალოდ ამბებს, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რაც შეეხება აქციას რუსთაველის გამზირზე, ნელ-ნელა იკრიბებიან ადამიანები რუსთაველის გამზირზე პროტესტის 214 დღეა დღეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ქმედებების და იმ შემზღუდავი კანონების, რომელიც უკვე მიიღეს ან აპირებენ მიიღონ, აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადამიანების ერთობა, ქუჩაში გარეთ გამოსვლა, ერთმანეთის დანახვა და მარტო იმის გაზიარება, რომ ერთად ყველაფერი შეგვიძლია და ნამდვილად ძალა ხალხშია და არა ქართულ ოცნებაში. აქ არიან ბევრი როგორც ყოველთვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, უბრალოდ რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ყველა ის, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა და ის მიდიოდეს ევროპისკენ და არა რუსეთისკენ, როგორც ამას ცდილობს ქართული ოცნება საკუთარი ქმედებებით. დავიწყებ მე პოლიტიკოსებთან საუბარს, ხატია დეკანოიძე არის აქ და პირველი გავესაუბრები ხატიას. ხატია, ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ქმედებებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაანახონ ძალა ხელისუფალს, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს ქვეყანა და ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე მოაქციოს ერთ დიდ ციხეში. რას ნიშნავს დღევანდელი აქცია ამ კუთხით? მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დღევანდელი აქცია, ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება უწევს და ჩვენი ხალხი უწევს რეჟიმს. და საერთოდ ყველას უნდა ესმოდეს და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ქართული ოცნება ეს არის საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის რუსების ზეგავლენის გაფართოების მიზნით და საოკუპაციო რეჟიმთან მხოლოდ და მხოლოდ ჭრის წინააღმდეგობა. ეს არის ჩემი ძალიან ესეთი ჩამოყალიბებული რწმენა, დიდი ხანია უკვე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქრდება ამაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი როგორ უნდა გამდევნოთ ამ ქვეყნიდან და მხოლოდ წინააღმდეგობა. ამიტომ რუსთაველის წინააღმდეგობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ის რისკი, რომელიც აიღეს პოლიტიკოსებმა. 60-ზე მეტი ადამიანი ყავს ჩვენ ტყვეობაში, პოლიტპატიმრები, პრაქტიკულად ყველა პარტიის ლიდერი დაპატიმრებულია, აგერ ელენე აქ არის და ჩვენ ყველა ვღელავთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. და ივანიშვილი ცდილობს, რომ რაღაცა კაფსულაში, როგორც თვითონ დადის, ესე კაფსულაში მოაქციოს მთელი ეს ქვეყანა. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ იზოლირებული რეჟიმი არის არა მხოლოდ ქართული ოცნების რეჟიმი, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რაც მალე განიდებნება იგი ეს ჩვენი სხეულიდან, გაცილებით უფრო მალე გავალთ, რა თქმა უნდა, სამშვიდობოდ. ამიტომ ყოველი დღე წინააღმდეგობა რუსთაველი თავგაწირვა ადამიანების ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღესაც, რა თქმა უნდა, ამ დღეს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ისევე როგორც ყოველ დღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა პოლიტიკოსების, რაც არის ერთიანობა და ერთიანი პოზიცია, ეს იქნება ძალიან მალე ხილვადი ჩვენი საზოგადოების მიერ. მადლობა, ხატია დეკანოიძეს უსმენდით. მე დამავიწყდა წაღან მეთქვა, რომ დღეს დაახლოებით 9 საათზე დაგეგმილია, რომ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვა რუსთაველის გამზირზე და საკუთარ პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე მიაწვდის საზოგადოებას, მას ექნება საშუალება სიტყვით მიმართოს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, ასევე იქნებიან სხვა გამომსვლელებიც და გიგა ლემონჯავა არის ასევე ჩვენთან ერთად. გიგა, წინააღმდეგობა არის ერთადერთი გამოსავალიო, როგორც ამბობენ. რამდენად მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი და როგორი უნდა იყოს ზოგადად ბრძოლა, რომ ქართულმა ოცნებამ აგება აღიაროს? ქართული ოცნების ჩამოშლა დგას სამ რამეზე ჩემი აზრით. ეს არის საერთო ეროვნული წინააღმდეგობა, ანუ ქუჩის მასობრივი და მწვავე პროტესტი. ეს არის პოლიტიკური კონსოლიდაცია, ანუ პროდასავლური პოლიტიკური ძალების გაერთიანება, მათი ძალისხმევის გაერთიანება და ეს არის საერთაშორისო ზეწოლა რეჟიმზე, რომელიც უნდა გამოიხადოს მძიმე საერთაშორისო სანქციებში.
თუ ადგილზეა პროტესტი, ადგილზეა პოლიტიკური ერთიანობა და ადგილზეა საერთაშორისო მხარდაჭერა, ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება და ჩვენი გამარჯვების გზა გადის სწორედ რეჟიმის ჩამოშლაზე. ამ სამი კომპონენტიდან უმნიშვნელოვანესი არის სწორედ პროტესტი, იმიტომ რომ თუ კი რამე უნდა დაასრულოს საბოლოო ჯამში ეს რუსული რეჟიმი, ეს არის სწორედ ქართველი ხალხი, ყველაფერი დანარჩენი არის დამატებითი, მნიშვნელოვანი დამატებითი ელემენტები, მაგრამ თავარი მოტორი ამ ბრძოლაში არის ქართველი ხალხი. ივანიშვილს აქვს ქონდა იმედი იმისა, რომ პროტესტი მიილეოდა, ქონდა იმედი იმისა, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა ქუჩაში აღარ გამოვიდოდა და ნელ-ნელა გაილეოდა. ეს იმედები უკავშირდებოდა კონკრეტულ თარიღებს. მაგალითად, ახალ წელს ეგონა, რომ ახალ წელს დაიძინებენ და აღარ გაიღვიძებენ. ეს უკავშირდებოდა 20 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას და ბევრი იმედები ქონდა. ჩვენ ხედავთ, რომ ეს პროტესტი არსად არ წასულა. დღევანდელი მასობრივი დემონსტრაცია დიდი რაოდენობა ადამიანების არის კიდევ ერთი განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენ სახლში არ მივდივართ, ის ბრაზი, რომელიც საზოგადოებაში არსად არ წასულა, პირიქით, რაც უფრო დრო გავა, ეს ბრაზი უფრო და უფრო მოიმატებს საზოგადოებაში და ესეთი დიდი შეკრებები არის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი რომ ერთმანეთს დავენახოთ და კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა ერთმანეთის მიმართ, რომ ჩვენ სახში არ წავალთ მანამ სანამ ეს ქვეყანა არ გათავისუფლდება. მეორე რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ ქართველი ხალხი დგას რუსთაველის გამზირზე და მესამე დაინახოს რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომ მის იმედები პროტესტის განლევასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უპერსპექტივო. გალემონჯავას უსმენთ, თქვენ როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე იკრიბებიან მოქალაქეები, ჯერჯერობით სცენაზე გამომსვლელები არასულან. დღევანდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის სოლიდარობა პატიმრებისთვის და ძალიან ბევრი სინდისის პატიმარია უკვე ივანიშვილის ციხეში, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და შესაბამისად თანაგრძნობა ქუჩიდან მათთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვჩებით რუსთაველის გამზირზე, რა თქმა უნდა და მოვლენათა განვითარების შესაბამისად შემოგიერთებით. ნათია, სანამ შენს კადრს გადმოვიტანთ, მანამდე ორი თხოვნა მაქვს. პირველი, ორი უდესიტყვით გითხარი, როგორია მოშიმშილეების მდგომარეობა, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიასი, ჩვენ ვიცით, რომ გუშინ საღამოს მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა, თუმცა დღეს ის ჩვენ ჩართვაში ვიხილეთ, საკმაოდ მხნედ და რა თქმა უნდა მას მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ და გარდა ამისა ოპერატორს იქნებთ ხოლო გვანახოს უკვე პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოებაც კადრი რომ მიატრიალოს მარტივად რო ვთქვათ. კი ბატონო, ახლავე დავიწყოთ დიკა ვაჩვენოთ რუსთაველის გამზირზე რა ხდება ახლა და თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ, რომ ადამიანები ნელ-ნელა იკრიბებიან, გზა უკვე გადაკეტილია, დაახლოებით 1 საათია უკვე რუსთაველის გამზირზე. საავტომობილო გზაზე დგანან მომიტინგეები, მსვლელობა ახლა შემოუერთდება, როგორც ვიცი, ახლოს არის უკვე. კი, ჩვენ ხედავთ ლელოს მსვლელობა უკვე უერთდება. რაც შეეხება. დიახ, და გარდა ამისა ვიცით, რომ დაახლოებით 21 საათზე დაიწყება გამოსვლები. კი, 21 საათზე დაიწყება გამოსვლები და როგორც უკვე გითხარით, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება პირველი, ვინც მიმართავს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს. მოლოდინი საკმაოდ დიდია მისი გამოსვლის, როგორც ამბობენ, შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთოს მეხუთე პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან და მის გეგმებთან დაკავშირებით, რაც შეეხება მოშიმშილეების მდგომარეობას. ელენე, თქვენს აღნიშნეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღეა შიმშილობს არის საკმაოდ მხნეთ, მან დღეს სოციალურ ქსელში გააკეთა კიდევაც განცხადება და თქვა, რომ თავად გადაწყვეტს, როდის შეწყვეტს საკუთარ შიმშილობას და ასევე რამდენიმე დღეა ის აქტიურად საუბრობს ერთობაზე, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. სხვა მოშიმშილეებიც, რა თქმა უნდა, მხნედ არიან, მიმდინარეობს კონტროლი მათი ჯანმრთელობისაც, თუმცა მე დავინახე, რომ ყველა გამოდიოდა კარვიდან და ესაუბრებოდა მომიტინგეებსაც და მედიასაც მათ შორის.